მეგობრებო, თქვენ სურათზე ხედავთ ბიჭს, რომელიც 2014 წლის ივლისში დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში უგზო-უკლოდ გაუჩინარდა. ეს არის ალბათ ჩემთვის დღემდე მოსმენილი ისტორიებიდან ყველაზე მისტიური, რადგან ბავშვი 12 წლის წინ, 17 წლის მოზარდი. გაუჩინარდა ისე რომ დღემდე მისი არც სიცოცხლის, არც მისი სხვა მდგომარეობის შესახებ არაფერი არ იციან. დღეს ეს ადამიანი, ეს ბავშვი არის ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, ძებნადი სოციალურ ქსელებში, არა მარტო სოციალურ ქსელებში, ამისთვის მრავალი კამპანიები შექმნეს ინფლუენსერებმა და ადგილზეც კი აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ 12 წლის წინ გაუჩინარებულ, იდუმალ მდგომარეობაში გაუჩინარებულ ბიჭზე, რომლის შესახებ მე ვერ გეტყვით და ესე ვთქვათ, ვერ დავდებ თავს, რომ ძალიან დიდი ხანია ეს ამბავი ვიცი, სულ ახლახანს გავიგე, ძალიან ბევრი ისტორია მოვისმინე, ძალიან ბევრი სტატია წავიკითხე. ასევე ნახე სიუჟეტი, რაც უნდა ჩვენ დავარეაქტოთ, მისი მშობელი დედა თუ როგორ ეძებს ამდენი წლის განმავლობაში მის შვილს. ძალიან ძიმე მოსასმენი იქნება, ჩვენ უნდა ვიმშელოთ ყველანაირ შესაძლო თეორიაზე, რა შეიძლება აქ მომხდარიყო. ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, გავზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი და ეხლა შევაფასოთ, სად და როგორ გაუჩინარდა გურამ დადიანიძე 12 წლის წინ. გურამის ხმა მაღვიძებს და მიშველე, მაგრამ ხელი რომ უნდა ჩაუკიდო და ამოვიყვანო მეღვიძება. ვიცი რომ სიზმარში ვარ, მაგრამ ვერ ხვდები იმ ადგილს შველას საიდან ამთხოვს. 2014 წელს საქართველოში მეხივით გავარდა ხმა, რომ ივნისის თვეში 17 წლის გურამ დადიანიძე დაიკარგა. დაიკარგა ქვემო მლეთადან. აი ამ გზას თუ აუყვებით, ჩვენ ლომისის ეკლესიას მივადგებით. თუმცა გურამის კვალი, სადაც მე ახლა ვდგევარ, სწორედ აი აქედან ქრება. მე როგორც მოვისმინე, ეს ბავშვი გაუჩინარდა ექსკურსიაზე. მარტო არ ყოფილა. იყო დაახლოებით 12 თუ 13 მისი თანამგზავრი. და ჩაბარებული იყო ერთ ადამიანს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხო? ჩემთვის ახლა ძალიან ბევრი უცნაურობები ხდება ამ საქმეში, მაგრამ მთავარი, ყველაზე დიდი, ყველაზე პასუხგაუცემელი ჩემთვის რაც იყო, თუ ბავშვი ჩამორჩა და როგორც ისინი ამბობენ, ქვაზე ჩამოჭდაო, იმიტომ რომ როგორც საქმის დეტალებიდან ვირკვევა, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია აქ. ზოგი ამბობს ქვაზე ჩამოჭდაო, ზოგმა თქვა საერთოდ გადაუხვია ბილიკიდანო, ზოგმა საერთოდ უარყო ეს ფაქტი. და მე მეორე დღეს ასეთი თეორია შეიქმნა, თქმულება, რომ საერთოდ ზვავი კი არა, მეწყერი ჩამოწოვა ამ ადგილასო. მთავარი კითხვა რაც მაქვს, მთავარი. ვინც ამ ექსკურსიას წინამძღოლობდა? ვინც იყო ამ ექსკურსიის მთავარი გიდი, მასწავლებელი, ლექტორი, ვინც იყო, არ ვიცი, ვერ გავიგე. მე საქმის დეტალებიდან ვერ გავიგე. რანაირად მოდის მიკროავტობუსი დილით, როდესაც ერთი ბავშვი აკლია ამ ექსკურსიას? რანაირად? კაი, ჩავთვალოთ, დავუჯეროთ ახლა იმ ფაქტს, რომ ვისე ჩააბარეს, ის უყურადღებოდ მოიქცა და დიდი შეცდომა დაუშვა. ის დანარჩენი მისი კლასელები ვინებიც იყვნენ, მისი თანამგზავრები თუ მისი მეგობრები თუ ვინებიც იყვნენ. კითხვა არ გაშენიათ, რომ გურამი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ამ ექსკურსიაზე, რატომ არ არის მიკროავტობუსში? პირველი კითხვა, გავაგრძელოთ. ამი თავის მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე წამოვიდა ქვემო მლეთაში ლომისობის დღესასწაულს. ღამის 3 საათზე მოსული ბავშვები მაღლა სალოცავში მოსალოცათ ასულები. დაბლა 3 საათზე ბრუნდებოდნენ, როდესაც ჩემი შვილი მითხრეს, რომ ქვაზე ჩამოჭდა. ხო, ღამის 3 საათზე უკვე გზაში იყვნენ, ღამის 3 საათზე. და 2 წამში გაქრა. აი აქ ნახეს ბოლოს გურამი ღამის 3 საათზე, თუმცა ჩემს ოპერატორს, ჩვენს რეჟისორს მინდა ვთხოვო, რომ გადაიღოს ეს გზა გადაიღოს, სად არის უკვე მოსახლეობა. ხო, აქან რა მეწყერი იყო,
არ ვიცი, ან უკაცრიელი მთლად არ არის, იმიტომ რომ მოსახლეობა იყო როგორც თვითონ ამბობენ ახლა. აი ნახეთ, აქ უკვე მოსახლეობა. ხო, აი კარგად ჩანს. ფეხით რო ჩავიდეთ, 3 წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობამდე მივიდეთ. ღამის 3 საათზე 17 წლის ბიჭი აი ამ გორადან იკარგება. აქ მიდის მხოლოდ დაღმართი, მე ხარ ასაც ხედავ. ერთი დაღმართი და მეორე დაღმართი. გარშემო საფრთხე არაფერი არ არის ისეთი, რომ ბავშვი ვერ ვიპოვოთ. როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? მას მე გურამის ვეძებ. ყველას მივმართები. მაგრამ დახმარება არავინ გამიძ. ანუ ეხლა მეორე კითხვა მიჩნდება. ეგეც ლოგიკური. რატო ვიგებ ამ ამბავს 12 წლის მერე? ანუ ეხლა მე მაგალითად შვილი არ მყავს ზოგადად. ხო, არ მყავს, მაგრამ წარმოვიდგინოთ მე რა შვილი მყავდეს და ის გაუჩინარდეს. ნუ როგორც ვიცი, ქალბატონი იმყოფებოდა ემიგრაციაში, ნუ რამდენადაც მე ვიცი, შეიძლება უცდები, შემისწორეთ უცდები, ნუ ჩაბარებული ყო მე მგონი მამიდას თუ დეიდას, რომელიღაცას. მაგრამ აქამდე რატო ვერ გავიგეთ ეს ინფორმაცია? ესეც პირველი კითხვა, უბრალოდ ჩემი შვილი რო გაუჩინარებოდა, ალბათ, რავი, ქვეყანას დედამიწას და სამყაროს შევძრავდი. არ ვიცი, მე რატო ვიგებ 12 წლის მერე ეგ არ მესმის. ეხლა მესამე კითხვა მიჩნდება კიდე. ვისაც ჩაბარებული ყავდა ეს ქალბატონი არ იმყოფებოდა მე მგონი საქართველოში, ვისაც ჩაბარებული ყავდა ის ბავშვი, მაგრამ რატო არ შეწრა ეს ქვეყანა? მე მეოთხე კითხვა მიჩნდება. ეხლა როგორც გავიგებ, კარგ საქმეს აკეთებენ ის ინფლუენსერები, ვინც ეხმარებიან დრონებით, სამძებრო სხვადასხვა სამუშაოებით და მთელი, ესე ვთქვათ, ყოველი მეორე ადამიანი ამაზე გუგლავს, ნუ ბუნებრივად ამას ეძებს ბლეთაში. ანუ 12 წლის განმავლობაში. ანუ 12 წლის მანძილზე არავის არ დაუწყია ძებნა და 12 წლის მერე ანუ რანაირად არის შესაძლებელი რომ იპოვო ის ადამიანი? არ ვიცი, გავაგრძელოთ. გურამის შიში ჰქონდა ეშინოდა სიგნალის. ღამის 3 საათზე მარტო გინა ქვაზე არ ჩამოჯდებოდა. თუნდაც ქვაზე ჩამომჯდარიყო, ისე ბილიც დაუყვებოდა და მარშრუტკასთან მივიდოდა. როდესაც აღმოაჩინეს, რომ გურამი მათთან ერთად აღარ არის. შემდეგ ანუ როგორ დაიწყეს მისი ძებნა და როგორ განვითარდა მოვლენები? დილის 8 საათზე დასხნენ მარშრუტკაზე და წამოვიდნენ, იმიტომ რომ ძღოლმა თქვა, მე ამ ეს ბავშვები ექსკურსიაზე რო წავიყვანე, გავაფრთხილე, რომ დილის 8 საათზე მე თბილისში უნდა ვიყო. ბიჭო, რას ქვია მარშრუტკის შოფერმა თქვა, რომ ისო რა ქვია, მე ეს ბავშვები კი არა მაბადია და ვის კი არა, მე ყველას ვუთხარ, რომ დილის 8 საათზე მე თბილისში უნდა წავიდე. ბავშვი არ არის იმაში მიკროავტობუსში. ადამიანო. ბავშვი არ არის. ანუ 13 ბავშვი ჩავიდა მლეთაში, 12 მოდის იქიდან. კითხვა არ უნდა გაგიჩნდეთ, სად არის? ეს ხალხი, ანუ ის ხალხი რაღაც სურათები რო ვრცელდება და ეხლა ისიც გავრცელდა რაღაც კადრები გავრცელდა, რომ თვითონ 14 წლის წინ გადაღებული ვიდეოზე რაც ისმის, რომ გურამი ითხოვდა დახმარებასო. ვინც მაგას იღებდა, მაგ კადრებსაც განახებთ. ანუ ჭკუას ათქონდა საერთოდ, ანუ ბავშვს რატო არ ეხმარებოდნენ? თუ რაღაც დაემართა მას, თუ ჩავარდა სადმე, თუ ეს იყო ხები, მეწყერი, თუ ნებისმიერი მდგომარეობა. ბნელა ამ ქვეყანაზე თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ანუ რას ქვია დილის 9-ზე მარშრუტკის შოფერი ამბობს, რომ მე ხო ყველას ვუთხარი უნდა წავიდეთ და ესე ადგენენ ეხა სულ ყველა და წავიდნენ სახში? ანუ მე თუ მკითხავთ, პირველი ვინების დასაკითხები მაგაზე არიან კი არა, მინიმუმ ყველაზე მინიმუმ არიან ის თანხლები პირები, ვინებიც იყვნენ. რამდენადაც მე ვიცი, გურამის ამბავზე, რამდენადაც მე ვიცი, 11 მოწმე თუ ვინ ესე ვთქვათ, თანამგზავრი ვინც ყავდა, ურთიერთ გამობრიცხავ ამბავს ყვებიან. ზოგი ამბობდა ქვაზე დაჭდაო, ზოგი ამბობდა მეწყერი იყო, ზოგი ამბობდა ჰაი, ზოგი ამბობდა ხუი. თითოეული მათგანი არის გამოსაკითხი. აქ მე სურნელი მცემს, აქ რაღაც დავალებას რო ასრულებენ და რაღაც შეთანხმება აქვთ. ბავშვს რა დაემართა? შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგამოძიებო ჯგუფმა უნდა დაკითხოს, თან ისე უნდა დაკითხოს, რომ თითოეული დეტალი
ზედმიწევნით გაახსენებინონ და ყველაფერი აბსოლუტურად აფქვან. ადამიანის სიცოცხლეზეა ბავშვი, არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭი გაუჩინარდა და მარშრუტკის შოფერი მოდის დილით იქიდან. ესაა ჩვენი ქართველობა და ესაა ჩვენი მლეთა და ეს არის ჩვენი ისა რა ქვია? ღამის 3 საათზე რო ეკლესიაში ათიხარ იქ. ლომისობას რო აღნიშნავ, ბავშვი რო გზაზე გეკარგება, რა ფასი აქვს იმ ადლს ამიხსენი ერთი. ფარისევლებით რო ეს ქვეყანა სავსე. ფარისევლებით, ლიჟვის სხვას დაანახვა რო ითომ ქრისტიანები არიან. ბავშვი დაიკარგა, არ იყო დილით 8 საათზე. ჩაბარებულია ხო ვიღაცას, პასუხისგებლობა ბიჭო, კატას და ძაღლსული ქუჩაში რო გავდივარ. და ვიღაცას დახმარება რო ჭირდება, იმის პასუხისგებლობა მე უნდა ავიღო, იმიტომ რომ კანონის წინაშე კი არა ვარ, ღმერთის წინაშე ვარ აქ პასუხისგებელი. ლომისობას მიდიან აქ ღამის 3 საათზე ვითომ ილოცეს და ბავშვი იკარგება და კითხვა არავის არ უჩნდება. ფარისევლები არიან აბსოლუტურად სულ. აი ყველანი ვინებიც გურამის გვერდზე იყვნენ, არიან ფარისევლები. პირველ რიგში ყველაზე მინიმუმი დასკვნა შემილია მე დავდო. ეგეთი რამე არ გამიგია, ბიჭო, ბავშვი იკარგება და ისო რო აი ამ ქალბატონის სახეს და დააკვირდით ახლა უბრალოდ რა. ადამიანობა არ გაგაჩნიათ ან რა ვიცი, ვინც ამ საქმის დეტალები იცით ახლა, ვინც ამ საქმის დეტალები იცით. აი მოდი განახსოვოთ ახლა ეს კადრები გავცნობ რა. ტახის ის ბოლოში. რაღაც ხდება. ეხა უყურე ამ კადრებში მე რაღაც კითხვები მაქვს. ვიღაცა იღებს ამ რაღაცას ცეცხლი უკიდია თუ ბოლი გამოდის თუ დააკვირდით რამდენი ხალხია, დააკვირდით. აი კარგად მიყურეთ ეხა თვალ დააკვირდით ამას რამდენი ხალხი დგას. ეხა უყურეთ, კარგად დააკვირდით. არ ვიცი ეს ბრუსია, ბოლია, მეწყერია, ბოდიშით კადრებიდან დასკვნა ვერ გამოვაქვს. ბავშვი ითხოვს და ვიღაც ითხოვს, სულ როგორ ამე არ იყოსო. ითხოვს კახა არ მიმატოო თუ გაგა არ მიმატოო თუ ვინც გინდა, სანდრო თუ ვინც გინდა ისე ხავი. ბავშვი ითხოვს დახმარებას ბიჭო. და დგანან აქ, დააკვირდი იმენა ექსტერნალ ტისიებივით დგანან აქ. უყურე. ვიღაცა ითხოვს დახმარებას 14 წლის წინანდელი ვიდეოა YouTube-ზე არ გამაგიჟოთ ახლა. ხო გესმით ხმა? კახა თუ გაგა არ მიმატო. ბიჭო ეს ხალხი მე გადამრევს, აი დედას ფიცა ვარ. ანუ ნერვები მართლა მაქვს მოშლილი, ოღონდ სერიოზულად ხომობ რა, მართლა ნერვები მაქვს და არ ვიცი, შეიძლება არ ადეკვატური რაღაცები ვთქვა ეხა. ბავშვი ეს გურამია თუ გურამი არ არის, ითხოვს დახმარებას და ვიღაცა გამოდის და კამერით იღებს ვიდეოს ბიჭო. და მაგამდე ისმის ესეთი ხმა, რომ მაგას არაფერი ეშველებაო თუ რაღაც მსგავსი, არ ვიცი. ნეტა მომესმა, ეგ ნეტა არ გამეგო. ბავშვი ითხოვს დახმარებას და ეს დგანან ესენი და მაგას არაფერი ეშველებაო თუ რაღაცა იქ ვიღაცა წამოიძახა იქ კარგად გავიგე. ბიჭო, აი ესეთ ფარისევლებთან მაქვს რა, აი ამ ბავშვის სოდვი, დედამისი როგორც იყო, ახლა გამწარებული, მაგაზე მე შეიძლება მე ნერვები, ეს ქალი რა დღეში ერთადერთი შვილი ყავს აქ, ხო? რამდენადაც მე ვიცი, ერთადერთი იყო არის გურამი, ნეტა ღმერთმა აპოვნინდეს და ცოცხალი იყოს ეს ბავშვი. ბიჭო, აი ფარისევლობაზე მერევა გული, გაიგე? ფარისევლობაზე მერევა გული, აი რამის არის ხა ეს კლავიატურა დავამტრი ოღონდ მართლა. ლომისობას ადიხარ ღამის 3 საათზე, ბიჭო, გონია რომ მადლს წირავ. ბავშვი გეკარგებათ, ბიჭო, და დილით მოდიხართ თბილისში? თქვენ მე მაშტერებთ ეხა სერიოზულად, ჰა? ყველანი ეჭმიტანელები არიან, რავი, ჩემი აზრით, აი ხო აქამდე არ ვიცი თქვია, ხო, ბევრს ვერი არ ამბობს. ყველანი ეჭმიტა ბავშვი სად გაქრა მითხარით? ყველა რატო ყვება ურთიერთგამორიცხავ ამბავს? რა ხევი, რა ის ქვაზე ჩამოჯდა, ბიჭო. ბავშვს სიბნელის ეშინოდავ, 17 წლის არასრულწლოვანია, დედამისმა თქვა, რომ სიბნელის ეშინოდავ, ის შანსი არ არის, ქვაზე ჩამოჯდარიყო და თქვენ წინ წადითო და მე უკან გამოყვებითო, რა სისულელებს ბოდავენ. მე ზოგი სხვადასხვა ჩვენებას აცლებ და მე ჩვენებებს სულდე. კაროჩი, აქ რაღაცა პაცტავკა რა, რუსული გამოთქვა უნდა გამოიყო. რაღაცა ეგეთი სუნი მცემს აქ. აქ არის რაღაცა თეატრი ხალხო, რაღაცა იციან ამათმა და არ ამბობენ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება არის სუბიექტური და არ ვქვით თუ გინდათ. რაღაცა იციან და არ ამბობენ ამბავზე. რაღაცა მოხდა იმ ღამეს, კაროჩე,
არ ვიცი ეს მეწყერი იყო, პორტალი გაიხსნა თუ რაღაცა მოხდა, ამათმა რაღაცა აი 100% ამათმა იციან ისტორია, არ ამბობენ ძმაო. აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ ეს საქმე გაიხსნება. დედამისმა კითხვა, ნუ ან ცოცხალი მოპოვნინდეთ, ან გარდაცვლიო, ხო? აი ძალიან მაგრად მინდა რომ ეს ბავშვი წარმოვიდგინო ის რეალობა, რომ მაგალითად გზას გადაუხვია სადმე მონასტერშია, რავი, აი ძალიან მინდა რომ ეგ რეალობა იყოს. აი მთელი არსებით მინდა რომ ეხა იყოს ეს ბავშვი ცოცხალი სადმე, რა ვიცი, მონასტერი, ეკლესია, სადმე რაც არ ვიცი. ოღონდ ეს ბავშვი ცოცხალი იყოს და ოღონდ დედამის ეს ბავშვი დაუბრუნდეს ის შვილი, რაც ცხოვრებას უხარებდა. აი ეს ფარისევლები არ შემიძლია უბრალოდ რა. ჯერ როგორ მოდიხარ ბიჭო დილის 9-ზე ბავშვი ყავს, კატა ხო არ არის? კატას და ზაღლს არ მოვექცევი ქუჩისას ეგრე. ბავშვი რჩება იქ და თქვენ რა არ ვიცი მამიდამის ან რასაკეთებდა თუ დეიდამის ეგ რასაკეთებდა მე წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი იქ რაღაცა ადვოკატმა ეხა რაღაც სხვადასხვა რაღაც ამბებს ყვებაო და იქ რაღაც კონფლიქტებია შიგნით. აღარ გავყვები ეგ ოჯახის საქმე, ეგ ჩემი საქმე არ არის. მაგრამ უბრალოდ ძალიან გული მწყდება ერთ რამეზე, რომ ფარისევლების ძალიან ბევრი ფარისეველი ამნაირი, რომელმაც იცის და არ ყვება და დედას უმალავს ამდენი ხანი ინფორმაციას. ხალხო, ადამიანები არ უჩინარდებიან. აი ეს ადამიანები არ ქრებიან, ესა მიწა არ ყლაპავს ადამიანს. ანუ არ ხდება ეგეთი მოვლენა, რომ აი მაგალითად მიწამ ჩაყლაპა ადამიანი. პორტალი გაიხსნა გადავედი. არ ხდება ეგეთი რამეები. რაც არ უნდა მაჯერონ, ალბათ მე ეჭვიანი ადამიანი ვარ ზოგადად და არ მიჩერა იმ ფაქტის რომ ადამიანი ღამით ესე თავისით იკარგება. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ ყველა кейსი. თუ პირუტყვი იყო, ან გარეული ცხოველი მაგალითად, ჯვარი წერია გურამს და ჯვარი წერია აბსოლუტურად იმას და მაგალითად, როდესაც ახლა ტყეში ხარ, ღრეში ხარ, რა ვიცი რა ხდება, ხო? ახლა ბუნება გადაგვარდა, მე რა ვიცი, ახლა გელი იყო, დათვი იყო რაღაცა, ხო? რაღაც კვალი ყოველთვის რჩება. რაღაცა, ანუ ჯვარი წერი ადამიანს გადაიჩეხა, გადავარდა, გარეულმა ცხოველმა შეჭამა, რაღაც კვალი რჩება ყოველთვის. ან მაგალითად ტანსაცმლის ფრაგმენტი, ან თუნდაც მაგალითად სხვადასხვა სხეულის ნაწილის რაღაცას იპოვე. ჯერ ერთი კითხვა, რაც დავსვი ამ ვიდეოს დასაწყისში, ეხა რატო ვიგებ ამ ინფორმაციას? მეორე. რატო მალავენ და რატო ცვლიან ჩვენებებს იქ მყოფი მისი მგზავრები ძალიან მაგრამ აინტერესებს მაო. ნეტა დავიჯერო რომ ეს იყოს უბრალოდ შიშის ფაქტორიდან გამომდინარე და რაღაც გამიზნული მიზანი არ იყოს. ესე ხალხი არ იკარგება, ხალხო რას ქვია სადაც მიდიოდი ქაქრა ადამიანი. ასად უნდა წასულიყო ბავშვი, რა რუსეთშიო რო ამბობდე, რა ცხინვალში და რა სისულა, რა რუსეთში უნდა წახვიდე. მლეთადან არ გამაგიშო. ცოცხალი ვერ მიაღწევ იქამდე. რა უნდა გინდოდეს იქ. აქ რაღაცა მოხდა, არ ვიცი რა მეწყერიო, ზოგი ამბობს მეწყერს მანდრა უნდაო, რაღაც კადრები ვრცელდება, დღისით, რაღაცა იწვის თუ ბოლი ამოსდის. ვერ ვიგებ, ტიპები ამბობენ რომ ღამე გაუჩინარდაო. ამ დროს დღე ვრცელდება კადრები, სადაც ბავშვი ან დედამისი ირწმუნება რომ მისი შვილი ლაპარაკობს და ითხოვს დახმარებას ვიღაც ეგრეთ წოდებული კახა თუ გაგა ვერ გავიგე. და ამ დროს ეს ყველაფერი ხდება არა თუ ღამე, არამედ დღე. შუაგულ მზეზე. ანუ რაღაცა, რა ვიცი, მასობრივი ალუზია, დელუზია თუ მასობრივი შეთქმულება არის, აქ ბავშვი რაღაცა მოვიდა და არ ამბობ მე დღემდე. ისმა ის თქვი რომ რაღაცა ემართებოდა და ვერ დავეხმარე უბრალოდ და შეუძლებელი იყო რა მეწყერი იყო იზირებოდა და ვერ მივედი. ეგმა ის თქვი რომ შობელმა იცოდეს. მაგასაც არ ამბობ. ეს სერიოზული დანაშაულია. რაღაცა ლოგიკა ხო უნდა ვიპოვოთ ამ ყველაფერში ხალხ რა. რას ქვია მარშრუტი შოფერი დილით მოდიოდა და ბავშვი იქ არისო. მაგის კლასელები რასაკეთებდნენ? ეგეთი კლასელობა აქვს ერთმანეთში ეგეთი მეგობრებო ბავშვებს სად მეტოვებენ მლეთაში, სად არის მლეთა? დუშეთში მე დატოვე აბა. არ ვიცი სმაო, არ ვიცი. მე მაგ სერიოზული ეჭვი რომ რაღაცა მოხდა, ამათმა იციან არ ამბობენ რა. აგერ გავადრო, რაღაცა ამ საქმის დეტალებიდან გაირკვევა, საკმაოდ ძლიერი ადვოკატია სხვადასხვა საყვანელი გურამის საქმეზე. მოусმინე მას, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება არის, აშკარად სიმართლე წყურია, უსასყიდლოდ ემსახურება როგორც ვიცი ოჯახს. ასევე მადლობა თითოეულ ინფლუენსერს, ვინც ეხმარებიან და აქედანაც ვისარგებლებ იმ მდგომარეობით, რომ ვინც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ გურამზე, დედამის დაუკავშირდეთ და გააგებინეთ. გურამ დადიანიცაზეა 17 წლის ბიჭზე, რომელიც 12 წლის წინ მოულოდნელად გაუჩინარდა და ასე ადამიანები არ ართქლდებიან.
არ ვიცი. გული მწყდება და ჩემთვის ტრაგიკული და შემზარავი იყო, რომ ერთადერთი შვილია, როგორც ვიცი, თუ ვცდები შემისწორეთ და დედამისის მდგომარეობა მე რო დავინახე. ძალიან გული დამწყდა, ანუ მართლა ემოციურად იმოქმედა და მართლა დამსტრესა დღეს გუშინაც, როდესაც ამ საქმის დეტალებს მე გავეცანი რა. და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რავი, აი ხალხის იმედი არ უნდა კონდეს, ან ხალხის იმედია ვისთანაც ხარ, რავი, უკიდან რამდენი დანაზურში ჩაგარყავს, არ ვიცი, არ ვიცი. გაირკვევა ეს საქმე, გაიხსნება, აგერ მე, აგერ თქვენ, გადავიღებ კიდევ ღმერთმაქანას ის ბავშვი ცოცხალი იყოს, ღმერთმაქანას დაუბრუნდეს დედამის, ღმერთმაქანას დაუბრუნდეს საქართველოს. არა, ეხა მე რასაც აქ უყურებ, რაღაცა შეთქმულების სურნელი მცემს. რაღაცა იციან და არაბობენ. აი, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეს, ესე არ ხდება, ას აფხაზეთში წავიდა ხო? არ ხდება ესეთი რამეები ხალხო. ადამიანები არ ქრებიან. მით უმეტეს 17 წლის მოზარდი რუსეთში არ გადადის ქვემო მლეთადან ბოდიშს გიხდით, მაგრამ იმხელა მთებია, რომ სანამ იგადახვალ დაიმშვიდობე სიცოცხლეს. რავი, მაღალ ღმერთს თხოვრო დედამის დაეხმაროს, მაღალ ღმერთს თხოვრო ეს სამართალი აპოვნინოს ამ ქალბატონს და რამენაირად ეშველოს იმ ხალხის დიდ ნაწილს, რომელსაც გვადარდებს ახლა ამ ბავშვის ბედი და იღბალი. რავი, რას ფიქრობთ, დაწერეთ თქვენ დაბლა კომენტარებში. ასევე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და კიდევ ერთხელ ვიდეოს ბოლოს ვიტყვი, რომ თუ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ, დედამის გააგებინეთ. დროებით.